გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე, გამოშვებაში ნახავთ. გენერალურ პროკურატურაში საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმის ფარგლებში გამოკითხვები გრძელდება. 2019 წლის 20 ივნისი და პოლიტიკის რადიკალიზაციის გაცხადებული გეგმა არასწერს პარლამენტის თავმჯდომარე. მართველი პარტია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მორიგჯერზე ცდილობს სპეკულაციური განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიცრუის ტირაჟირებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს, ამჯერად ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებით. გსურს გამოვეხმაუროთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, რომლის თანახმად ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დეპუტატად მცირე ხნით ყოფნის გამო წარმოეშვა და ამის მიუხედავად მისი დეკლარაციების ვებგვერდზე არ იძებნება. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განმარტავთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია, რომლის შევსების ვალდებულება მას, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს პარლამენტის წევრობის კანდიდატს დაეკისრა, 2024 წლის 4 ოქტომბერს შეავსო. ბიძინა ივანიშვილის როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ შევსებული დეკლარაცია ანტიკორუფციული ბიუროდან რადიო თავისუფლებამაც გამოითხოვა და ამ თემას 2024 წლის 31 ოქტომბერს სტატიაც მიუძღვნა სათაურით. ივანიშვილის ოჯახის დეკლარირებული ქონება საქართველოში, რუსეთსა და საფრანგეთში. რაც შეეხება საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მტკიცებას, რომ ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება ბიძინა ივანიშვილს არჩევნების შემდეგ მცირე ხნით პარლამენტის წევრად ყოფნის გამო წარმოეშვა, ორგანიზაცია შევახსენებთ, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად პირი ვალდებულია თანამდებობაზე განწესებიდან 2 თვის ვადაში წარადგინოს ანტიკორუფციულ ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. ასევე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად პირი თავისუფლდება დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისგან, თუკი მას საჯარო დაწესებულების სისტემაში დაკისრებული აქვს თანამდებობის პირის მოვალეობის შესრულება არაუმეტეს 2 თვის ვადით. ამ კანონის თანახმად საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან 1 კვირის ვადაში საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ მუხლის თანახმად მას იმ წელს შევსებული აქვს დეკლარაცია. კანონში არსებული ზემოაღნიშნული დათქმებიდან გამომდინარე ნათელია, რომ მარასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს სიცრუეს ავრცელებს. მე-11 მოწვევის პარლამენტმა 2024 წლის 25 ნოემბერს გამართულ პირველ სხდომაზე დეპუტატების, მათ შორის ქართული ოცნების სიის პირველი ნომრის ბიძინა ივანიშვილის უფლებამოსილება ცნო, რომელიც მას ამავე წლის 10 დეკემბერს მისივე მიმართვის საფუძველზე შეუწყდა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის მიერ თანამდებობის დაკავება მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პერიოდი არ აღემატება 2 თვეს. შესაბამისად, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მორიგჯერზე ცდილობს სპეკულაციური განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიცრუის ტირაჟირებას. გენერალურ პროკურატურაში საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმის ფარგლებში გამოკითხვები გრძელდება. საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე სოფელ წაღვლის მცხოვრებლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ისაუბრეს 2019 წლამდე და 2019 წლის შემდეგ ჩორჩანაში არსებულ ვითარებაზე. ადგილობრივები ყვებიან, რომ საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ უკვე 6 წელია ტყით ვეღარ სარგებლობენ. სარგებლობდა სოფელი ამ ტყის მასივით 2019 წლის შემდეგ, რაც ეს საგუშაგოები ჩაედგა. სოფელს წლომაღარ აქვს ფაქტიურად. მთლიანად ეს მასივი არ დაუკავებიათ, მას საგუშაგოები გარკვეული ნაწილი უკავიათ ტყის მასივის, მაგრამ ფაქტიურად აკონტროლებენ უკვე ესენი თვალწები 3 თუ 4 პოსტი უდგავთ ამ ტყის მასივში მათ. გზა გაჭრეს, თავით ეცვა ახალი გზა. მთლიანად აკონტროლებენ და ასე რომ მოსახლეობას ემყარი შიშიც ეუფლება, რომ ტყეში შესვლა, იმიტომ რომ ტყე უკვე რო ვთქვათ გაუვალივითაც არის ეს ტყე და არ ვიცი ხა რა ხდება ტყეში, არავინ დაზღვეული არ არის. ვითარება სიმშვიდე იყო, არაფერი ის არ იყო გადმოწეულები რუსები და ჯარი რო შევიდა ჩვენი, მე გადმოიწიეს ჯარი შევიდა ჩორჩანის მხრიდან, ჩვენი ქართული ჯარი. და მე
მოხდა წაღვლის საკურნეო დღე იყო ხომ ადრე 400 გექტარი და იქ ამოიწიეს სადღაც კილომეტრ-ნახევარი რუსებმა დროშები დაარჩეს რამე და დადგეს საგუშაგოები. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ 2019 წლის 20 ივნისს სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა, სტრუქტურა და ფორმა. პარლამენტის თავმჯდომარე რადიკალიზაციის და ექსტრემიზმის დასაწყისად სწორედ პარლამენტზე 20 ივნისის ძალადობრივ შტურმს მიიჩნევს. დღეს 20 ივნისია, დღე, როდესაც საქართველოში 2012 წლის შემდეგ სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა, სტრუქტურა და ფორმა. ეს არის დღე, როდესაც წლების განმავლობაში ზიზღის რიტორიკით ნაკვები აქტივისტები, განსაკუთრებით კი მათი მოწყვლადი და ეგზალტირებული ნაწილი, ნაცმოძრაობის რევანშისტმა პოლიტიკოსებმა ბრძოლის ველზე გამოიყვანეს და პარლამენტის სასაღებად მიუშვეს. როგორც გვახსოვს, პარლამენტზე განხორციელებული შტურმი შიდა და გარე რადიკალებმა ხალხის გულწრფელ პროტესტად მონათლეს და მას შემდეგ ეს პროპაგანდისტული ხრიკი ძალადობრივი რევოლუციის ყოველი მცდელობისას გამოიყენება. ის რომ 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი განხორციელდა 5 წლის თავზე სტრასბურგის სასამართლო მის გადაწყვეტილებაში საქმეზე წაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ სრულად დაადასტურა. 20 ივნისს ჩვენ დავინახეთ, რომ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ვერ ახერხებენ არჩევნებში ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას, 2003 წლის ინსტრუქციით მოქმედება და ხელისუფლებაში ქუჩიდან მოსვლა გადაწყვიტეს. ქუჩის ძალადობრივი პროცესის ინსპირირებისთვის ნაცმოძრაობა და მათი პარტიული მედია წლების განმავლობაში მსმენელთა ტვინებს რეცხავდა. მოვლენების ადეკვატურად გააზრების უნარს უდუნებდა და ზიზღით ავსებდა. ჩვენ გვახსოვს მათი მოძღვრება, რომ 21 საუკუნეში ფაქტები კი არა, აღქმები წყვეტს ყველაფერს და მათი დაუღალავი მცდელობა, მცდარი მათთვის სასურველი აღქმების გასახვივებლად. ნიშნულოვანია გვესმოდეს ეს წინაპირობები. ფაქტებზე აღქმების გაბატონება, რითიც გავრილოვის ინციდენტის ფონი შემზადდა, რათა ნაცვლად ტრივიალური ექსცესისა, ამბავი წინასწარ დაგეგმილ ბოროტ განზრახვად შერაცხულიყო. შედეგად ჩვენ ბევრი ემოცია, ისტერია, აგიზგიზებული ცეცხლი, მისხმული ნავთი, ველური ქცევა და გიორგი გახარიას სამწუხარო როლიც ვიხილეთ. ეს ყველაფერი გვახსოვს, მაგრამ 6 წლის თავზე გადმოსახედიდან ყველაფერი გაცილებით ცხადად და აშკარად ჩანს. მთავარი რაც ჩვენ 20 ივნისს ვნახეთ, ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ნაკვები აქტივისტების შერწყმა და მონაწილეობა რადიკალურ პოლიტიკურ სცენარში. ჩვენ ვნახეთ უცხოელების ჩართულობა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. მათ მიერ არა მხოლოდ მხარის არჩევა, არამედ დადასტურებულად დამნაშავე მხარის არჩევა და ასევე როგორც დღეს ძალადობისა და ექსტრემიზმის გამართლება. მეტიც, ამ მოძალადე ჯგუფების შემდგომი დაფინანსების უზრუნველყოფა. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას გირაო სწორედ 20 ივნისის საქმეზე ევროკავშირის ინსტიტუციამ გადაიხადა. მოგვიანებით იმასაც შევიტყობთ, რომ 20 ივნისის მოძალადეების სირცხვილია დროა და სხვები ორგანიზებულ ჯგუფებად ქცევა და ქუჩის კამპანიების უზრუნველყოფა მთლიანად უცხოურმა დონორულმა ორგანიზაციებმა მოახდინეს. 20 ივნისის მთელი მორალი მდგომარეობს იმაში, რომ ყველაფერი, რასაც დღეს ქუჩაში ვხედავთ, ოდიოზურ გამოსვლებს, ფსევდოპროტესტის მარაზმატულ ფორმებს, რომლებიც ჩვენი თუნდაც საპროტესტო ტრადიციის არც ეთიკას და არც ესთეტიკას არ შეესაბამება, აბსოლუტურ რადიკალიზაციას, ექსტრემიზმს, კულტურისა და ცივილიზაციის გაუქმებას, ყველა მქცევის დასაწყისად სამართლიანად შეგვიძლია მივიჩნიოთ 2019 წლის 20 ივნისის ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე. საქართველოს აქვს სამოქალაქო ომის უმძიმესი გამოცდილება. საქართველოს აქვს ვითომ მხავერდოვანი რევოლუციის ასევე მძიმე გამოცდილება, რომლის ტალღაზე მოსულმა ავანტიურისტებმა ქვეყანას აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენეს. მიუხედავად ამ წარსულისა, სიცრუითა და აღქმებით მანიპულატორი თუ მავნებელი აქტორები უკვე მერამდენი წელია ქვეყნის იგივე უფსკრულში გადაჩეხვას ლამობენ. იმიტომ რომ ისინი არიან გაკოტრებულები, ზნისგან დაცლილი და სასოწარკვეთილები. იმიტომ რომ მათ სურთ მხოლოდ რევანში და ამისთვის შეუძლიათ იკადრონ ყველაფერი. იმიტომ რომ არიან უმცირესობა და სურთ აგრესიით დათრგუნონ უმრავლესობა. იმიტომ რომ არ აქვთ შიდა დასაყრდენი და დაუფიქრებლად ეკვრებიან უცხოს, გარეშეს, სხვა დღის წესრიგის მქონე ძალებს. იმიტომ რომ მათ არ უყვართ თავიანთი ქვეყანა, საიდანაც ქვაქვაზე ნუ დარჩენილა, თუ ისინი არ იქნებიან სასურველ ადგილას. 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი დაწყებულია, არსებულ კითხვებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საჭიროა გამოძიებამ სისტემურად გაანალიზოს საკითხი და შეისწავლოს, რამდენად სწორად მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან ოპერაციის დაგეგმვა. სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ხაზი გაუსვა იმას, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება
გამოიყენოს ძალა იმ შემთხვევაში, თუ ხდება თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, შენობებზე და შესაბამისად პოლიციის წარმომადგენლებზე. ეს არის ცალსახად ხაზგასმული, რაც შეეხება უშუალოდ ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც ადგილი ჰქონდა 20 ივნისს და რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოძიება უფრო ეფექტურად უნდა ჩატარებულიყო. საუბარი არის სწორედ იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება გამოიყენოს ძალა, როდესაც ხდება თავდასხმა პარლამენტის შენობაზე, პოლიციაზე, სხვა სახელმწიფო შენობებზე, ეს ძალა უნდა იყოს პროპორციული, სწორად დაგეგმილი და სწორად გამოყენებული. აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად ჩვენს გვაქვს შეკითხვები და შესაბამისად გამოძიება ნათელს მოქმნეს იმას, თუ რა იყო ის მიზეზები, იყო თუ არა პროპორციულად ძალა გამოყენებული. ჩვენ რაც ვიხილეთ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, აქ იყო ბევრი კითხვაც და ბევრი პასუხიც, მაგრამ ალბათ თავარი საპირწონე ეს უნდა იყოს სტრასბურგის ადამიანის უფლების ევროპული სასამართლო, რომელმაც თქვა, რომ ერთის მხრივ რა თქმა უნდა სახელმწიფოს აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება გამოიყენოს ძალა ძალისმიერი მეთოდები, როდესაც საქმე ეხება კონკრეტული დანაშაულის ჩადენას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმს და ასე შემდეგ. ოღონდ ამავე დროს ამავე სასამართლომ დასვა კითხვები მიზნობრიობასთან დაკავშირებით, რამდენად პროპორციულად იყო გამოყენებული ესა თუ ის ძალა. ამ კითხვებსაც რა თქმა უნდა ჭირდება პასუხები. ჩვენ მივყვებით ევროპული სასამართლოს კონკრეტულ რეკომენდაციებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამართლო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის ფაქტებზე მსჯელობს. სასამართლო 4,000 ლარით დააჯარიმა ვახოსანაია, ასევე 4,000 ლარით დააჯარიმდა დავით კაცარავა, მას ასევე 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვა. ყველა სახელმწიფო, ყველა ორგანიზაცია მათი ლეგიტიმური უფლებაა, რომ როდესაც საქმე ეხება სიძულვილის ენას, როდესაც საქმე ეხება არაერთ პრობლემას, დღევანდელ მთელ მსოფლიოში არსებულ პრობლემებს, რა თქმა უნდა, მათ აქვთ აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება, რომ მოახდინონ მათზე რეაგირება და გააკეთონ გადადგან ის ნაბიჯები, რისთვის რა ნაბიჯებითაც ისინი ჩათვლიან შესაძლებლად მსგავსი პრობლემების მოგვარებას. აქ თავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ევროპარლამენტმა ან სხვა სადა ან ცდილობენ სიძულვილის ენის რეგულირებას. აქ თავარი პრობლემა არის ის, რომ ამავე დროს მეორე ხელით მათ შორის საქართველოს მოუწოდებენ, რომ არაფერი არ გააკეთოს სიძულვილის ენის აღმოსაფხრელად. მთელ მსოფლიოში ყველა თანხდება იმაზე, რომ სიძულვილის ენა ეს არის ძალიან მძიმე რამ და ეს ზოგადად ეს ყველა ებრძვის ამას, ანუ სიძულვილის ენა არ უნდა იყოს გამოყენებული არც პოლიტიკოსებს შორის და ზოგადად არც საზოგადოებაში. ჩვენ ვნახეთ, რომ აი დღეს უკვე შესაბამისი რეზოლუციაც მიიღო, ხო, ევროპარლამენტმა ამის თაობაზე, მაგრამ პრობლემა იმაში არის, რომ ერთი მხრივ ისინი საუბრობენ, რომ თურმე მათ ქვეყნებში სიძულვილის ენა მიუღებელია, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ ხშირ შემთხვევაში, როდესაც მათი მხრიდან ფინანსდებიან აქ ისეთი მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც სწორედ რომ სიძულვილის ენის გავრცელებას ახდენენ. თუ ვინმეს აქვს ზიზღი, სიძულვილი, პირდაპირ დამუქრებები და ასე შემდგომ, ეს მოდის სწორედ აი იმ ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პარტიიდან, ვისაც ლობირებენ ევროპარლამენტში ბევრი ევროპარლამენტარები, თორემ მადლობა ღმერთს ევროპარლამენტშიც არიან ის ძალები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, რომ შეუწყობენ ხელს, რომ ევროპული ღირებულება დაბრუნდეს ევროკავშირში. და რაც შეეხება ზიზღის ენას და სიძულვილის ენას, აი ეს მომდინარეობს სწორედ მათი მხრიდან, თუ გადავხედავთ ჩვენ სოციალურ ქსელს და სხვათა შორის წახალისებაც ხდება ასეთი ტიპის რეზოლუციებისგან, მათ შორის ელჩებისგან, აი იმ სიძულვილის ენის. პოლიციამ საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ბრალდებით აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავა. უწყების ცნობით 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა. ბრალდება ორწლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმე ეხება 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ფაქტს. სასამართლოს ხდომაზე მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მარნეულში ბიულეტენების ჩაყრის საქმეზე როვშან და ეთიბარ ისკანდაროვებს სასამართლომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ისკანდაროვებს ბრალდება არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების განზრახ-გაყალბების მუხლით აქვთ წარდგენილი.
საფარის ხელმძღვანელის ბაია პატარაიას განცხადება, რომ ორგანიზაციის არქივის უდიდესი ნაწილი გაანადგურა, რათა სენსიტიური ინფორმაცია ხელში არავის ჩაუვარდეს, მმართველი გუნდის შეფასებით უკანონობის დაფარვის მცდელობა. მათი თქმით, უსაფუძვლო არგუმენტები ბევრ კითხვას აჩენს, მათ შორის, რატომ არის გარედან დაფინანსებული ორგანიზაციისთვის მიუღებელი გამჭვირვალობა, რაც მსოფლიოში დემოკრატიის ერთ-ერთი პრინციპია. როდესაც არქივს ანადგურებს ესათვის ორგანიზაცია, ესე იგი რაღაც უკანონო და არალეგიტიმურ ქმედებებს ჰქონდა ადგილი და ამის დაფარვის მცდელობა არის ჩემი აზრით. ის რაც მთელ მსოფლიოში ყველასთვის მისაღებია გამჭვირვალობა, დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი. ის რაზეც დღეს თუნდაც ევროპარლამენტი, ევროკავშირი საუბრობს, რომ შესწავლილი უნდა იქნეს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, ფინანსები გამჭვირვალე უნდა იყოს. თუ ეს მისაღებია მთელი მსოფლიოსთვის, რატომ არ უნდა იყოს მისაღები საქართველოსთვის, მათ შორის გარედან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორისთვის, ხო? და ის ფაქტი, რაც საფარის წარმომადგენელმა განაცხადა, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მათ საქმიანობაში სავარაუდოდ რაღაც უკანონო მოქმედებებსაც ჰქონდა ადგილი. პირველ რიგში მათ ახსნეს ეს ფაქტი თითქოს იმით, რომ ცდილობდნენ კონკრეტული პირების პერსონალური ინფორმაციის დაცვას, რაც სრულიად ასე ვთქვათ, უსაფუძვლო არგუმენტია, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში პერსონალური ინფორმაციები არის სრულიად დაცული, მაგრამ როდესაც მიუხედავად ამისა, ესეთი არგუმენტით ამბობ, რომ განადგურდა იქ გარკვეული ინფორმაცია, ეს რა თქმა უნდა დამატებით კითხვებს აჩენს, რომ რაღაც დასამალი იყო, როგორც ჩანს იმ ორგანიზაციის შიგნით, სავარაუდო დანაშაულთანაც კი შეიძლება გქონდეს საქმე, როდესაც ამ ინფორმაციის განადგურებაზე არის საუბარი. საფარს დაუნადგურებია თურმე ბაია პატარაიას განცხადებით თავისი არქივი. ერთადერთი ხე რაზეც შეიძლება ამან ჩვენ მიგვეყანოს დასკვნამდე არის ის, რომ იქ იყო ის სქემები, იქ იყო ის მოცემულობა, რომელიც თავსებადი არ იყო კანონმდებლობასთან, თავსებადი არ იყო სახელმწიფოში მოქმედება საკანონმდებლო სივრცეებთან და ამიტომაც მოხდა მისი განადგურება, მაგრამ მხოლოდ არქივის განადგურება ბუნებრივია ყველას, ვის მიმართაც შესაძლოა იყოს ეჭვი კანონის დარღვევისა, ვერ იხსნის სათანადო პასუხისმგებლობისგან. ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებების მიხედვით ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში მსჯავრდებულის და მისი ოჯახის წევრების, ასევე მათთან დაკავშირებული პირებისგან დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება მარტივდება. ეხლა გვაქვს ესეთი მოცემულობა სამწუხაროდ, რომ დამნაშავეები ფიქრობენ, რომ მოიხდიან კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, იქნება ეს თავისუფლების აღკვეთა თუ სხვა სასჯელის, შემდეგ გამოვლენ, დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებას და ის მიყენებული ზიანის შედეგად აღებული თანხები, რომ დანაშაულებრივი გზით მიღებულ ქონებას მოიხმარენ თავიანთი შეხედულებისამებრ. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით მსჯავრდებული რომელიც მოიხდის შესაბამისად კანონით გათვალისწინებულ და მოსამართლის გადაწყვეტილებით მისჯილ სასჯელს, მანამ სანამ არ აანაზღაურებს მიყენებულ ზიანს, მას აეკრძალება სასამართლოს გადაწყვეტილებითვე საქართველოს ტერიტორიის დატოვება. დამნაშავეების ქონებები მიემართება დაზარალებულების ასანაზღაურებლად, ამავდროულად მისი ახლო ნათესავების, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული და ახლო ნათესავების საკუთრებაში არსებული ან მფლობელობაში არსებული უკანონო დაუსაბუთებელი ქონებების ანალოგიურად მიემართება დაზარალებულის დასაკმაყოფილებლად. დამნაშავეებს ურჩევნიათ ან სასჯელი მოიხადონ, ვიდრე ანაზღაურონ, ხდება ისე, რომ ამ ქონების გადამალვა ხდება ხოლმე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა პირველ რიგში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისი და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი. თავარი არის, რომ არსებობდეს არა უბრალოდ მექანიზმი, არამედ ეს მექანიზმი იყოს სწრაფი და ეფექტური დროში, მოკლე ვადაში შედეგის მიმღები და ზუსტად ამას თაობაზე არის, ამის მიზნით არის შემოშავებული წარმოდგენილი ცვლილებები და რა თქმა უნდა მომავალშიც კიდევ დაიხვეწება. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს და ბათუმელებს. ევროკავშირის წარმომადგენლობის ამ პოსტს ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე.
ძალადობის მიმართ სოლიდარობა შემდგომი ძალადობის წაქეზებაა. პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უნგრეთში ახლად დანიშნულ ელჩებს, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა. ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე დიპლომატებს წარმატება უსურვა. შეერთებულ შტატებში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე თამარ ტალიაშვილი, უნგრეთში ნიკოლო ზლალიაშვილი, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად კი ხატია წილოსარი დაინიშნა. პარლამენტის კომიტეტებმა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თაობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშზე იმსჯელეს. მინისტრის მოადგილის განცხადებით 2024 წელს მთავრობა მუშაობდა გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით ყოვლის მომცველი რეფორმების გასატარებლად და ევროპული სტანდარტების დასამკვიდრებლად. ხელისუფლებამ გადადგა არსებითი ნაბიჯები ჰაერისა და წყლის ხარისხის გაუმჯობესების, ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკოსისტემების მდგრადი გამოყენების და ტყის უკეთ მართვის მიმართულებით. მინისტრის მოადგილის თქმით, გრძელდება მუშაობა კლიმატის ცვლილების შედეგების პრევენციასა და ადრეული გაფრთხილების სისტემების გაძლიერებაზე, რაც ადამიანების უსაფრთხოებას და სტიქიური უბედურებების თავიდან აცილებას ემსახურება. ჩვენ გვაქვს ვალდებულება აღებული, რომ ჩვენი კანონმდებლობა მაქსიმალურად დავუახლოვოთ ევროკავშირის კანონმდებლობას, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე და ამ ხელშეკრულების ფარგლებში ძირითადი დატვირთვა მოდის სწორედ სოფლის მეურნეობაზე, გარემოს დაცვაზე და სურსათის უნებლობაზე. დაახლოებით 200 დირექტივა, რაც გვაქვს ჩვენ ვალდებულება აღებული და აქედან თითქმის 70% უკვე შესრულებულია. საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ზედამხედველობის ნაწილში პერიოდულად ატარებს ხოლმე სხვადასხვა სამინისტროს მოსმენას, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში და ჩვენ პერიოდულად გავდივართ ხოლმე სწორედ იმ ადგილებში, სადაც უშუალოდ ხდება ამ კანონმდებლობის აღსრულება და ადგილზე პრაქტიკაში ვაკვირდებით, თუ რამდენად ეფექტიანად სრულდება ესა თუ ის კანონი და რაც თავარია, რა არის ის გამოწვევები, რასაც ჯერჯერობით კონკრეტული კანონმდებლობა ვერ არეგულირებს და ჩვენი მთავარი ფოკუსი და სამიზნეც არის სწორედ მსგავსი საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აღსრულების კომპონენტზე. აი ეს ძალიან რთული და გამოწვევით სავსე რეგულაციები, რომლებიც მუშაობს ევროკავშირში, აღსრულდეს საქართველოში და ჩვენ მოგცეს ისეთი სამართლებრივი აღსრულებითი ბაზის დანერგვის საშუალება, რომელიც ხელშეუწყობს ჩვენ ქვეყანაში, ასე ვთქვათ, ჯანსაღი კომპონენტების ყველა მიმართულების გაძლიერებას. გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის სამეცნიერო კონფერენციაზე სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის ორწლიანი ანგარიში წარადგინეს. ანგარიში მოიცავს რეაბილიტაციისა და კონსერვაციის როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო სამუშაოებს, რაზეც ქართველი და უცხოელი სპეციალისტები და მეცნიერები ერთობლივად მუშაობენ. გელათის რეაბილიტაციის პროექტი თავისი მასშტაბურობით და საკონსერვაციო კომპონენტების ერთობლიობით უპრეცედენტოა საქართველოს ისტორიაში. გარდა ამისა, ის ამ სფეროს წარმომადგენლების დიდ ყურადღებას იპყრობს მთელ მსოფლიოში. საქართველოს საპატრიარქო ძალისხმევას არიშურებს, რათა გელათის რეაბილიტაცია მიმდინარეობდეს ისე, როგორც ეს ამ დიდებულ მონასტერს შეჰფერის. ყოველივე ამის განხორციელება, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს მთავრობის დახმარების და ჩართულობის გარეშე. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რომელსაც იგი იჩენს გელათის რეაბილიტაციისადმი. გულისხმობ არა მხოლოდ ფინანსურს, არამედ მორალურ თანადგომას და მხარდაჭერასაც. დასასრულ მინდა გადმოგცეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა ყველას, ვინც ამ დიდ საქმეში მონაწილეობთ. გელათზე არა მხოლოდ უკვე წელში გამართულად ვსაუბრობთ ამ პრობლემის დაძლევაზე, არამედ უკვე რეალურ შედეგებამდე, რეალურ მეთოდოლოგიებამდე ვართ მისული. კვლევები გვაძლევს იმაზე ფიქრის საშუალებას, რომ ხვალ და ზეგ უკვე ხელშესახები გახდება და ეს პრობლემა ისედაც დაძლეულია, იმიტომ რომ დროებითი გადახურვა უკვე დგას და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გელათს ამ თუთას აღარაფერი არ ემუქრება. დღევანდელი პრობლემები არ შექმნილა 1 ან 2 წლის მანძილზე. ეს არის აწლეულების და შეიძლება ასწლეულების პროცესები, ამიტომ არის პრინციპული, რომ ძალიან დეტალურად ყოფილიყო შესწავლილი, რომ ნებისმიერ ჩარევას უკუ შედეგი არ გამოეწვია. დღეს თამამად შეგვიძლია ყველას უთხრათ, რომ გელათში პროცესი არის დადებითისკენ წასული, სიტუაცია არის სტაბილური და ზუსტად ვიცით რა უნდა გაკეთდეს ხვალ და ზეგ.
ინფრასტრუქტურის მინისტრი წალენჯიხაში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობა. მინისტრი პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და წყალმომარაგების მხრივ არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. მინისტრის თქმით, სოფლის წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგებლად უკვე მიმდინარეობს ტექნიკური დავალების შედგენა, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი. ჩვენ უახლოეს პერიოდში უკვე დავიწყებთ შიდაგზების მოწესრიგებას წალენჯიხის რაიონში და ასევე დაიწყება წყალთან მიმართებაში პროექტირება. გვაქვს რამოდენიმე ბაღის და სკოლის მშენებლობა, ასევე ჩვენ გქონდა მოსახლეობასთან შეხვედრა და ჩვენ მათ დავპირდით, რომ უახლოეს პერიოდში ერთ-ერთი წალენჯიხის ნომერ პირველი საშუალო სკოლა, რომელიც ძალიან აქტუალური არის მოსახლეობისთვის, ჩვენ შევესწრებით, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში დავიწყოთ უკვე აღნიშნული სკოლის მშენებლობა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზუგდიდის შემდეგ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში ჩასახლებულ დროებით დევნილ მოსახლეობას ეწვია. გიორგი ჯინჭარაძე დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებს პირადად გაეცნო. აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტია თითქმის ყველა კომპაქტურ ჩასახლებაში მოვახერხოთ მისვლა და გავეცნოთ უშუალოდ პირდაპირ დევნილების საჭიროებებს. ფოცხოეწერი განსაკუთრებული მნიშვნელობის კომპაქტური ჩასახლებაა ჩემთვის და ვეცდებით ყველანაირად აფხაზეთის მთავრობის რესურსის ფარგლებში გვერდში დაუდგეთ. ბატონმა გიორგიმ გაგვაცნო პროგრამები, რაც დევნილებისთვის უნდა გაკეთდეს, ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რაც დევნილებს გვაქვს ჩასახლებაში, დააგვირდნენ დახმარებას და იმედია, რომ ეს პრობლემები მალე მოგვარდება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა სტუდფესტი 2025-ის პირველი ეტაპის გამარჯვებულები დააჯილდოვა. სტუდფესტის პირველი ეტაპის ფარგლებში უნივერსიტეტებს შორის გამართულ სპორტულ ტურნირებსა და საგანმანათლებლო და შემეცნებით კონკურსებში 15,000-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, მათგან 350 გამარჯვებული გამოვლინდა. სტუდენტური ფესტივალის მეორე ეტაპი უკვე დაიწყო. წლევანდელ სტუდფესტში 15,000-ზე მეტი კერძო და საჯარო უნივერსიტეტებისა და პროფესიული კოლეჯების სტუდენტები მონაწილეობდნენ. აღნიშნული ღონისძიების მიზანი არის როგორც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, ასევე გუნდური მუშაობისა და სტუდენტური ცხოვრების გახალისება. ჩვენ გავაგრძელებთ სტუდენტებისთვის ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის შეთავაზებას, მათ შორის ამ ზაფხულს გაიმართება ძალიან საინტერესო სტუდენტური ბანაკები. უმნიშვნელოვანესი იყო ყოველთვის ახალგაზრდების ერთადგომა და დღესაც ახალგაზრდები ვდგავართ ერთად და გვეამაყება ეს თანადგომა. მე განათლების მიმართულებით ვიღებდი მონაწილეობას დებატების კონკურსში და ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში. და ბოლოს სპორტის სიახლეები იოჰან კრუიფის ინსტიტუტის და ჯანო-ბაგრატიონის სახელობის აკადემიის თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში პირველი სპორტული საგანმანათლებლო ფორუმი ჩატარდა. ღონისძიება საქართველოში სპორტული განათლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და გლობალური ტრენდების გაცნობას ემსახურება. ფორუმზე იმსჯელეს ახალ ტენდენციებზე, სტრატეგიულ გეგმარებაზე, სპორტის ფსიქოლოგიაზე და სპორტული მარკეტინგის განვითარებაზე. სპორტული განათლების ფორუმი 2025 სტუმრებს შორის იყვნენ ცნობილი სპორტსმენები, მათ შორის გაისკა მენდიეტა. ძალიან კარგი ინიციატივაა. მადლიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ვნახეთ ფედერაციის ევოლუცია 2012 წლიდან დღემდე, როგორ მიაღწიეს მიზნებს, როგორ ავითარებენ ტალანტებს და როგორ შეუძლიათ სპორტსმენებს ამ კულტურულ კონტექსტში გაართვან თავი და მიაღწიონ დავიანთ მიზნებს. ჩვენს საფეხბურთო სამყაროს ჭირდება უფრო მეტი ესეთი ღონისძიებები იმისათვის, რომ გავეცნოთ თანამედროვე ტენდენციებს, ევროპულ ხედვას, ქვეყნებს, რომლებიც ჩვენზე უფრო მაღალ საფეხურზე არიან. ვფიქრობ, რომ წარმატებული ფორუმი იყო, ეს იქნება ყოველწლიური ფორუმი. ვაპირებთ იქით წლიდან უკვე სამაგისტრო პროგრამის დაენერგვასაც და მასტერკლასების გამართვასაც საქართველოში. ქრონიკა 17 საათზე დასრულებულია. რამდენიმე წუთში ეთერს ნათია სორდია განაგრძობს სტუმრებთან ერთად. მე გემშვიდობებით ნახვამდის.